მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი ეკა სარია სამედიცინო განათლებით. 25 წლიანი ჟურნალისტური კარიერის შემდეგ გადავწყვიტე ნაწილობრივ მაინც დავბრუნებოდი ჩემს პირველ პროფესიას და ახალგაზრდა ექიმებთან, რეზიდენტებთან და სტუდენტებთან ერთად შევქმნი სამედიცინო პლატფორმა MedScriptum, რომელიც წარმოდგენილია ვებგვერდის, სატელევიზიო გადაცემის და უკვე ჟურნალის სახით. ჩვენ სულ რამდენიმე თვეა რაც ვარსებობთ და ბედნიერები ვართ, რომ უკვე მივახციეთ საკმაოდ მნიშვნელოვან პირველ წარმატებებს. კონტაქტი გვაქვს მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ექიმებთან და მეცნიერებთან და ისინი გვიზიარებენ თავის ბოლო აღმოჩენებს. ჩვენ სტატიებს აზიარებს მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ჩვენმა ახალგაზრდა რედაქტორმა არსენ სეპისკვერაძემ მოიპოვა ევროკავშირის ჟურნალისტური პრიზი. ჟურნალის პირველი ნომერი კი ეძღვნება მეცნიერებს, რომლებმაც ძალიან რთულ დროში შეძლეს თანამედროვე სამედიცინო სისტემის შექმნა, რომელთაც სამშობლოს დატოვება მოუწიათ, თუმცა არასდროს შეუწყვეტიათ საქართველოზე ფიქრი და მის განვითარებაზე ზრუნვა. ქართული მედიცინის ისტორია ადამიანების ისტორიაა, ხოლო ჟურნალისტიკა ამ ისტორიების მოძიება და მათზე თხრობა. ამიტომ ჟურნალ MedScriptum-ის პირველ ნომერში ჩვენ მოგიყვებით. Jefferson Health Hospital-ის წარმატებულ ნევროლოგზე, პროფესორ ანდრო ზანგალაძეზე, რომელმაც საქართველოს დატოვების შემდეგ უამრავი დაბრკოლება გადალახა და ახლა ის Discovery-ის ობიექტივში მოხვდა, მასზე პროექტ Mr. Diagnose-ში ფილმი გადაიღეს. მოგიყვებით წარმატებულ ფსიქიატრ ირაკლი მანიაზე, რომელიც დღეს ფილადელფიაში პენსილვანიის ფსიქიატრიული ასოციაციის პრეზიდენტია. ჩვენს ფურცლებზე გაიცნობთ როშის გლობალური ოფისის წამლის უსაფრთხოების სამსახურის სამედიცინო დირექტორს ნინო გოჩიტაშვილს, რომელიც პასუხისმგებელია იმ გზაზე, რომელსაც პირველი მოლეკულა გადის პირველ პაციენტამდე. ჩვენ მოგიყვებით ამერიკის ენდოკრინოლოგიის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე, პროფესორ გერი ჰემერზე. ის არის ცნობილი ლიდერი მედიცინაში. ამ ნომერში ბევრ ასეთ ისტორიას მოგიყვებით. მათ შორისაა ცნობილი მიკრობიოლოგი, გენომური რეპროგრამირების სფეროს ერთ-ერთი ლიდერი, ბატონი ცოტნე ჯავახიშვილი, რომელიც შარშან გაუჩინარდა ოკეანეში. ერთი წელი ხდება, რაც ის ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მისი ბოლო ოცნება შეექმნა სინთეზური ბიოლოგიის ინსტიტუტი ახდა და დღეს ეს ინსტიტუტი საქართველოში ფუნქციონირებს. გაიცნობთ Mediclub Georgia-ს დამფუძნებლებს, ქართულ და აზერბაიჯანელ ექიმს, რომლებმაც საქართველოში პირველი დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული ქართული კლინიკა გახსნეს. ასევე მოგიყვებით სრულიად გამორჩეულ ამერიკელ ექიმ კენ ვოლკერზე, რომელმაც საქართველო მისი კარიერის პიკზე აღმოაჩინა და ისე შეუყვარდა ეს ქვეყანა და ხალხი, რომ მისი ცხოვრების დარჩენილი ნაწილი ამ ქვეყნის განვითარებას მოახმარა. მის მიერ აღმოჩენილი და მხარდაჭერილი ქართველი ექიმები დღეს მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში მუშაობენ. მას განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა, ეპოვა ტალანტები და დახმარებოდა მათ სრულ რეალიზებაში. ალბათ სწორედ ეს არის უკტავების ერთ-ერთი ფორმა დაიწყო გზა, რომელსაც შენს შემდეგ სხვები გააგრძელებენ. დღეს ამ გზას არჩილ უნდილაშვილი, კენ ვოლკერის მოსწავლე და მემკვიდრე აგრძელებს. არჩილი ოცნებობს კენის სახელობის უნივერსიტეტი ემორის პატარა პროტოტიპად აქციოს საქართველოში და კონკურენცია გაუწიოს ძალიან ბევრ ამერიკულ უმაღლეს სამედიცინო მიმართულებით. ეს ჟურნალი ეძღვნება ჩემს მშობლებს. ექიმებს ზაირა სიხარულიძეს და ანზორ სარიას, პატიოსან და თავდადებულ ექიმებს, რომელთათვისაც მედიცინა არ იყო მხოლოდ პროფესია. და ბოლოს ეს ჟურნალი ეძღვნება ჩემს შვილს, ლევან ალავიძეს, რომელმაც სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ამერიკის ექიმის სალიცენზიო გამოცდების მოსამზადებელი წელი მიუძღვნა MedScriptum-ის შექმნას და განვითარებას. ალბათ სიმბოლურია, რომ ზუსტად ამ დღეებში ლევანი ატლანტაში იწყებს შინაგანი მედიცინის რეზიდენტურას. ასე რომ ცხოვრება გრძელდება და ახალ ცხოვრებას იწყებს ჟურნალი MedScriptum-იც.